გამარჯობა. ახლა ვიყავით დუშეთის რაიონის მაღალმთიან სოფელში, სადაც არის ცენტრალური კანალიზაცია. და ჩვენმა ჯგუფმა დამონტაჟა ბიოლოგიური განაწილების სადგური ბიოტოპ ჰოუმ 4, რომელიც გათვლილია 4-მდე მუდმივ მაცხოვრებელზე. ჩვენთან ერთად იმყოფება სახლის მეპატრონე, რომელიც მოგვიყვებით, რატომ გადაწყვიტა ამ ტიპის დანადგარის დაყენება. გამარჯობა გიორგი, მოგვიყვებით, რატომ გადაწყვიტეთ ამ ტიპის დანადგარის დაყენება და არა კუსტარული ჭის. გამარჯობა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მქონდა გამოცდილება კუსტარული ჭის წინა აგარაკზე და ჯერ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, მერე ამ კუსტარული ჭის დადგმასთან დაკავშირებით, ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მინუსები იყო რა, თუნდაც ეს გერმეტულობა რომ უნდა იყოს აუცილებლად დაცული თუ არა და სუნი დგება, პერიოდულად ამოწმენდა ამ ყველაფრის და ზოგადად თუნდაც ამ ბეტონის რგოლების აწევა და ადგილზე მიტანა, საკმაოდ პრობლემური იყო. და აქედან გამომდინარე, ახალ აგარაკზე თავიდანვე გადავწყვიტე რაღაც ესეთი დახშული ციკლის სისტემის დადგმა. დიახ, და თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომ რატომ შეაჩერეთ არჩევანი ბიოტოპის სადგურზე? რატომ ბიოტოპი? ჯერ იმიტომ, რომ წარმოების ნახვის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ ისინი აკეთებენ ხარისხიან პროდუქტს, დანადგარის მასალის ხარისხია ძალიან მაღალი. მასალის მდგრადობა მიწის მიმართ, ყინვის მიმართ, წყლის მიმართ, წნევის მიმართ და კიდევ ჩემთვის ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თვითონ ბიოტოპის ჯგუფის დამოკიდებულება მომხმარებელთან. ანუ ძალიან დეტალებში ამიხსნეს ყველაფერი, ვადები დაიცვეს. ფასიც საკმაოდ კონკურენტულია ამ ბაზარზე ბიოტოპის და კიდევ ეს დამატებით ბონუსად, როცა ვნახე ეს წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ რეალური ქარხანაა ნატახტარში, ძალიან, ასე ვთქვათ, მესიამოვნა და თუნდაც სადგურს რო აწერია წარმოებულია საქართველოში, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენს გახართ იგივე პრობლემის წინაშე, შეგიძლიათ მოგუმართოთ და ჩვენი გუნდი გაგიწევთ შესაბამის დახმარებას. ჩვენ დაგეხმარებით შევარჩიოთ თქვენთვის სასურველი გამწვენით დანადგარი, დავამონტაჟოთ ის და უფასოდ გავუშვათ ექსპლუატაციაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.